მაკაც და X5M-ის ვიზუალი ხო გაინტერესებდა გაკეთებოდა თუ არა. ანუ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მეინტერესებდა თქვენი არ ვიცი რომ მე მინდოდა რომ გაკეთებულიყო და როგორც ატყობთ გაკეთების ჯერაფერია თქო, მაგრამ დაშლილი არის. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები გეთდება ეხლა. ვიდეოს განმავლობაში ნახავთ რას ვსწრით, რას ვაყენებთ, როგორ ვაკეთებ და ასე შემდეგ და პლუს ამ ვიდეოშივე წესით ჩამოგვივა დისკები, ჩამოგვივა ახალი ფარები, თან დისკები ცოტა ისეთია რომ აი არ ვიცი, მოუხდება, არ მოუხდება, წავა, არ წავა, მოკლედ რა, ანუ მაგარ ექსპერიმენტს ვატარებ და ჩემს წარმოსახვევაში სადღაც უხდება, სადღაც არა. მეც გაორებული ვარ მაგ საკითხში და რა გამოვა ბოლოს არ ვიცი. პადვესკა, ანუ წინა ზამბარებია ჩამოსული ეიბახები და ამ ვიდეოში რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტომობილი შეიღებება და მერე ფერიც შეიცვლება. მოკლედ, წავედით, დავიწყეთ და პირველ რიგში დაშლილი მდგომარეობიდან გადავდივართ სამღებროში. ანუ პლასმასები გაკეთებულია, სათუნუქე უკვე გაკეთებულია, უბრალოდ პლასმასების ნაწილია გაკეთებული. აქვე იმას ახსნი რომ იმის გარდა რაც გამოცვალე ამ მანქანაზე და კი ნახავთ უკვე აქამდე რაც გამოცვალე, კიდე ოხრად ნაწილი აკლია პლასმასები, ზოგი დამტრეულია, ზოგი აკლია, რასაც ანუ ვიზუალს ეხება და ტექნიკურ კუთხეში არაფერ შუაში არ იყო. ეხლა ეგენიც უნდა ვიშოვო, წავიდე, ვიყიდო. ალბათ ისევ ჯუბას იმედი მაქვს, ჯუბა, დაროა. ეხლა შენ რო ამ ვიდეოს უყურებ, ეგ ნაწილები უკვე მოცემული გაქვს და მანქანაზე აყენია, ოღონდ ჯერ შენთან არ დამირეკი. წესით ეგრეა რა, სიტუაცია ეგრე უნდა იყოს. მოკლედ, წავედით და გაგრძელდება დანარჩენია. ბამპერი სად არის? ძინა? ხო. ძინა ხვალემუში. აატაჩა. ვინა? იმან თუ ამ? გამარჯობა. როგორ ხარ? აიო, თქვენ პლასმასში და გაასწორებს და მე რემისი. სამოვიდა ნახა ტალღები და უთხრა რაც ჭირდება. ამან უთხრა იმას რომ უნდა გაიგეთებინა? ოკეი. ხელით რა რუსმაკი მოგყაიშო და ეგრე რა. ერთად დადიოდი რა. ანუ ხვალისთვის ბამპერი გვექნება წესი. კი. ბამპერი იქნება დაიწყო. მალე არის საქმე იქნება, მალე არის მომორჩება უკვე, ბორი დარჩება და დარჩება რა. აი, ანუ ეხლა ჩვენ დაგვჭა პლასმასი მორჩება, მალე არის დაიწყებს და მერე გადაყავს უკვე საშკას რა და მერე აიზბორე. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენი არხის პარტნიორია Lion Auctions-ი და საქართველოში შეგვიძლია Lion Auctions-ზე ძალიან იაფად შევიძინოთ ავტომობილები. აქვე ჩავსო წინა შაბათს გაყიდულ ავტომობილებს და თქვენ თვითონ შეხედავთ რა ფასებშია გაყიდული და თან ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენი აუქციონზე შეძენილი ავტომობილის ვიდეო ძალიან მალე დაიდება წესით და კანონით. და ნახავთ რა ბედი ეწია ჩვენ Lion Auctions-ზე შეძენილ ავტომობილს, თუმცა პატარა სპოილერს ჩავაგდებ, რომ უკვე ახალი ავტომობილის შესაძენად მივდივართ წესით ეხლა შაბათს. და წესით თუ ვინმე სურვილი გექნებათ ავტომობილის ყიდვის, შაბათს შევხვდებით Lion Auctions-ზე. მოკლედ თუ კითხვა გექნებათ რამე ან რამე ვერ გაიგეთ როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ, lionauctions.com-ზეც არის სრული ინფორმაცია, ასევე PIP-0880 DS-ზე დარეკავთ და თავიდან ბოლომდე აგესწრიან, დადებთ დეპოზიტს და მიიღეთ მონაწილეობას. ასევე არ დაგვაუწყდეს რომ ყოველ ხუთ შაბათს არის ონლაინ აუქციონიც და ონლაინ აუქციონში შეიძლება მონაწილეობის მიღება სახლიდან გაუსვლა. თან ონლაინ აუქციონზეც რატომღაც რაც დავაკვირდი, შედარებით ნაკლები მოხარებელია ხოლმე, ან ნაკლები ადამიანი იღებს მონაწილეობას და შედარებით ნაკლებად შეიძლება კიდე მანდ ავტომობილის შეძენა ვიდრე შაბათს აუქციონზეც დაჟე. მაგრამ შაბათს აუქციონის ფასიც ისეთი გამოდის ხოლმე, რომ მაგფაში ხშირ შემთხვევაში ჩამოყვანა ძალიან ჭირს. ამიტომ ყოველ შაბათს Lion Auction-ი წეროვანში შევხვდებით. დისკებს ხედავ თუ არა? დისკები ჩამომაქვს სხვა. ფარებთან ერთად ჩამოვა რა. რომელი დისკები? ბიჭო, ეს არის ცოტა სტრანი დისკები, ანუ ნანახიც არ გექნება, მე შევაქვნევინე ჩემი დიზაინით რა, მე მინდოდა ესეთი რა. ოღონდ მეც არ ვარ დარწმუნებული რომ კაი იქნება. კი, წესით მოუხდება. ნახე რა მაინტერესებს ბაგაჟინგზე რას ვიძახდი, ეს არის ყველა ვარიანტში მისასაზღვრებელი, არ ვიცი. ჯერჯერობით კი უთხარი, მაგრამ ქნა თუ არა ვერ გეტყვი. აშკარად გაქცეულია. ხო და შეღებილზე მე ამის დაზაზორებაზე ჩალიჩი რა. ამას რა ქონდა მოტეხილი იმას რა ქვია? ესენი იყო ეს გავაიქ რაც აკაშილი. არა, ესენი საყურები ქონდა დამტრეული. დავადმოყა ამას. აბა რა ყურები ქონდა მოტეხილი? ეს მანქანაზე იყო მოხსენილი რა. შეიძლება. აგი აკაშილი დაბრუნებული ხედავ? ხო. ესენის მოსატანი გვაქვს ჩვენ. ესენის მოსატანი გვაქვს. ესენი მაქვს. არა, შეიძლება იوارგოს, მაგრამ ესენი მაქვს შპილკები ყველა რა.
ეს გერმეტიკი უნდა მოვაძროთ და ყურები დაუყენოთ წესიერი ამას. აწყობისას მოვიტან მაგ ყველაფერს რა. так, აქეთაც აკლია, აქეთ ზემოთ აკლია. ამასაც მოვიტან. აბა. ბიჭო, ცუდი ვაფშე არ იქნებოდა. так, მოდი ახლა იმას. ვასუნია. ბიჭო, აქ ნახე, აი ეს რაღაც სამარეზი აქვს რა, აქ გაკეთებული, რა უნდა ეგ არ ვიცი. აი ეს. ეხა არ უშვებს ამოდ კრილოს წესიურად რა, არ ჯდება ეს სამარეზი უშლის აქ. გადიდებს არა ამას გავაკეთებ თუ ვაფშე. ეგ მაგდება ხო ეგ ამან. ხო და არ უნდა მაგდებოდეს სამარეზი თვითონ გაუგია ამის დამაგრება. ეგ სამარეზია ახლა. ეხა ნახე რა კალხოზი მოხსნა აქედან. თან ზემოთ უნდა დამდგარიყო. ეს არის ხელი გახვრეტილი. ნახე? არა, ვიცი რომ ხელით არის გახვრეტილი და რატოა გახვრეტილი. ეს უნდა ყოფილიყო ბოლტი უნდა ჩამჯდარიყო სამორა. ხო და მან რა უჯდება? მან მანახე როგორ სამარეზით არის. ხო და რატოა რა, ანუ რა ან საყიდელი არამე, ან სავარაუდოდ ფიქსატორია კაი ამაში რაც ჭირდება. კი. ხო და თუ რამე ფიქსატორი გჭირდება, უნდა ვიყიდოთ ეს ვის გაუგიავ ეს რა ხვა. ვერ დააზაზურებ ცხოვრებაში ამას. სტეილი ორივეზეა, ბოლტებზეც არის და მიწებებიც. ხო? კაი, როგორ მოხსნა ახევრა და როგორ შევცვალოთ? გული არაფერი არის, რომ ეს აი ეს რა, ნახე, აქაც გატეხილია რა. ხო, არ დადუხდი რა. აქაც გატეხილია. კიდია გატეხილი? აი ეს უგატეხილი. ხო, მაგენა. ხო და შეიცვალოს ბარემ ამის დედასაც რა, ანუ. მე როგორც მახსოვს, ხო, ეს ქვედა სხვა, ეს ზედა სხვა და ერთმანეთზე. აი ეს ტიპი არის, აი ეს არის სხვა და ეს მთელი. ეს მთელია. ეს გვიდა. ოკეი. ეს გვიდა. კი ბატონო. კრონშტეინი. კრილოს კრონშტეინი. კრილოს კრონშტეინი. კი ბატონო. კაი, ეს როგორ არის დამაგრებული? წევოზე ზის? მოგაიგებთ. ოკეი. 1 2 და მესამე იქით არის. არ მგონი ეგრე მარტივად იყოს, მაგრამ კი მოძრაობს. ეს შეცვლილი პროცესი ხო, წარცებო არა აქ არაფერი. ხო და შეიძლება მაგით ვარდოს და ისიც აზოვში. შესაძლებელია. არ არის გამორიცხული. აქ რაც ჭირდება, ეგეც საყიდელი გვაქვს, მეტი წინ არც გვაქვს არაფერი საყიდელი. ხონდა ის რომ თელია ის კაია. ნახევარი მანქანა გამოვცვალე და რავი ორ პლასმასას მოვიტანა ორი მაგის დედას. так, ეხლა უნდა ვიპოვოთ მან რა ენია, ხო? აი, ეს თვითონ ბამპერი არაფერს არ გვაძლევს. ბამპერს არაფერი ეგეთი არ არის. არც აბლიცოკა არაფერს არ გვაძლევს. აი, აქ რა ხდება? აი ეს რა არის გვერდზე რაც გადმოდის, აი ეს 4-იანი რა არის? გვაქვს ეგეთი რამე აყენია? აბა რომელი? აი 4-იანი. აი ეს. ისა? არა. აკეთე. საიდან სად მიდის ეგ ეგ მიდის? აი რასაც უყურებ ხა მე. აი აქ უნდა აქ არსად არ შემოვა ეგეთი რაღაცა, არ გჭირდება აქ აშკარად. აი. ეგ არ გჭირდება. არც აკეთე. და შიდო ჩვენ გვინდა იმის ფარის სალასკა რა რეალურად. ფარის სალასკა უნდა ვნახოთ, ხო? ნახე, ის კრილოში რაც აყენია რა. და იმ სალასკასთან ერთად იქნება წესი და კანონით. ვერტიკო. საგეკრი. მე-12 რა არის? მე-12 ძალიან საინტერესოა რა არის. არა, შუპია მე-12-ს. მე და სალასკას კრილოსთან ერთად აჩვენებს? ეხლა ხო მაინც ის გვინდა ჩვენ. მალიერთან გადაგორება გვინდა, ამას მე გავარკვევ რაც აკლია რა. ეხლა ხო არ ვაზაზორებთ არაფერს არ შევით. პროსტა ვაწყო და მალიერთან გადაგყავს. ოკეი, ანუ ახლა კრილოები დავუყენოთ, კაბოები დავუყენოთ, გადავუყვანოთ. ხო. შეიღებოს, გამზადდეს, ბარემ მანამდე ფარებიც ჩამოვა, ამ ნაწილებსაც გავარკვევ რა მიდის, სად მიდის, როგორ მიდის, ვიყიდი ყველაფერს და მოვიდე. ჯერ არ ვიცი აქ რა უნდა იდგეს და რა უნდა იყენოს ეს როგორი უნდა იყოს, მაგრამ აი ეს ვინც დააყენა. და მეხთან დაკავშირებით როგორ ხარ? არ დაგეცა ჯერ? კიდევ კაი რადიატორი ახლოს არ არის, თორე გაივლიდა უე. კაი, let's go. მაგალითად ხარუცის ხმელი.
ალბათ ვერაფერს არ გაიგებს, მაგრამ გუბა, დაბლობა, ნაწილები მოუწევს. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ამოწავა ვერაფერს არ გაიგებს. გამარჯობა. მოვიდა ყველაფერი. ეზე ვისვა. ეგრე კიტაკელოს სამარი. წინააღმდეგ მოტეხი. ვარემ შემწული რა. არა მოიდება ამაში ხდება ეს ჩინი. აი მოიდება. და მიცოდია მე გრუზაში. აი ერთელი ამისა. სამის ლაპს კიდე რა დაგჭირთ? ამიტომ უნდა წავიდე და ოფსი. Раз. А ну покажи. А, бачиш? О, половину носи. А, ხარ დურთი. ხარ დურთი. ეს ადვიო თავი ბეჯერ მომდის. იქ ის მოხსნილია ნეტა? არა, კაია. ეს ის ფიფში გადავალავთ. ფიფში და ციკლება, გადადინეურო ამბობს. აგი ისე იჭვის ადამ. აბიკევიც იოხ. აი, ავიდეთ. მოგეთ. შენ ჩვენ აღჭირდება კიდე რა? არაფერი რა. ყველა მოვა პლასმასის ამას მივცემ თაფა. ეს პიროს არ დაგაუწყდეს. პლასმასის გასაკეთებელი. ესე იგი, ეს ახალი სტატივია რა, ჩემი კლავიშ სტატივია. რაღაცები ჩამოგვივიდა მისკუთის. ხო, ნიმენ ჩამოგვივიდა რა ხა. გარაში უნდა დავცავოთ ფოტოსთან, მე წავიდეთ და დანარჩენი პარტია მოვიტან და მე ერთად დავამბოქსინგეთ. ადი ბაკა, არა ხსდება. და თან ერთად გავხსნით და ვნახოთ რა ჩამოგვივიდა ყველაფერს. ესეც მანდს. კობიკ, ერახდი. შიჩიტი. კიდე უკითხა და ესეც მანდს. აი მე მგონი ამ პარტიაზე საკმარისი. წავით ახლა შემდგომ პარტიის მოსაყარ. ჯანმრთელობა, რობი, ჯანმრთელობა. წავით შემდგომ პარტიაზე. ტაქს. იმედია ვიღებდი. მეორე პარტიას მოვიტარე. ტაქს მოდეს. ძიმია. მე მგონი გახტობა თავის მინუსებიც აქვს. ო, მაინტერესებს. ვიზუალური გამარხავს თუ მეწოდება. გამაგარი რაღაცას რო უკვეთა და ბოლომდე რო არ იცი მოგეწოდება თუ არა. ოპა, ნახეთ არა შეფუთულია. ოპა, ჩეგაცი, შეჩება. ოპა. რა სექსი ფერი არის, ჩემი კარგი სტრაიკი. რომ სისქია, ბიჭო, რა. ოა! არა, მე იმაზე რა ქვია, არ მოწონებაზე შევწდი. მე მგონი ძალიან მოწონს. მეც ძალიან მოწონს. ვაფშე, ანუ მე მგონი მოწონს. მგონი კი არა? ძალიან მოწონს მეც. აბა დაახეთე. ოპა. რა შეგვიძლია ეს ცენტრები დავაყენოთ? ესე შეგვიძლია თავისი ორიგინალი ჰაბისამური გავაკეთოთ. ესეც კი რო ის არის ბილეტია. ალუმინიო? სანიკირო. ხო, ესე ადვიათ არ შეიძლება ესე. იმიტომ რომ ადვილად არ უნდა გამოვარდეს. მართალია. იმიტომ რომ ოთანის ცენტრები დავკარგე. ისინი ადვიათ ძლებოდა. ჩავსვათ. ბიჭო ბიჭო, ძალიან ლამაზია. მე და ბობის არ გადავა. ეს არა ვქნათ 1 წელი წინაც გავსვათ. და განები შევადაროთ ერთად. პოზავია. განები რა ცენტრები როგორ აქვს გაკეთებული რა? Хорошо. Წინა თუ პლაშნოი ახლა გასცა შენ? ნიჩები ვით? არა, შესავით რა თავი. ის ნიჩე ძა. ბობი არა გვაქვს საჭმელი, შეძვობას ვცავ. ოპანა, ქსარიკა. Merci, Gallagher. Здравствуйте. Ардо, ну ты же надо.
ო არა, სხვაობა არის ხა მე რო უყურებ სხვაობა არის ცოტა. ჩავარდნაში განში თუ გულის ჩავარდნაში გულის შავრდაში სხვაობა? და განში განში სხვაობა. განში ვიცოდით რომ ძალიან ძერს. მაგრამ ძალიან კარგად ო, ძალიან ძერს კი დისკი. ცა ვაფშე არ ველოდი რომ ესეთი იქნებოდა რა აი საერთოდ ო ეს მანქანაზე იქნება როგორი საინტერესო ამდენად მოხდება რო? ხო, აი ნახე. უი, ჯერ ხო არ უძახდი. ხო თუ დაადე თენგის. შავს უეჭველი ვიცი შავს მაგრამ მოუხდე. აი მე რაფერიც იქნება იმას რამდენად მოუხდება ეგ საკითხი ეგ ძალიან საინტერესო და ზოგადად იქ რამდენად მოუხდება ეგეც საინტერესო აუ, იცი რა მაინტერესებს კიდე? ეს ჭრილების მიმართულებას მე იქთა დისკებს სხვა აქვს? ეგ მაგარია. ეგ მე ანუ თან როგორ იცი ეგ შეუკვეთე ძადი უკვე დისკები გამოსაძლოა და მე ვეკითხე ხარებით და პირა გავუწერ შეჩვე ფულაგონი ხარებით არის გაკეთებული რა ვაჟერა მაცხება ძალიან კარგი. აუ რა კაი ძალიან ძალიან ძერს კი. ძალიან ვაფშე არ ველოდი ესე რომ იცი ხო არა, თან კაი ჩაზნექილია ორივე. ხო უკანა უფრო მეტად მაგრამ წინას და თალთელი кайფი ამის ისაა რომ ეტები ისე რომ გაკეთებული რომ ფრიენსის გარეშე დადგება. ანუ ეს დისკები არის კონკრეტულად ჩემი მანქანისთვის შეკვეთილი კონკრეტულად იმ ზომებით, რა ზომებიც მინდა და კონკრეტულად იმ დიზაინით, რა დიზაინიც მინდა და სადღაცა სურათი ვიყო, გავუგონი და ესეთი მინდა. და კომანი ეგეთი დისკები გვაქვს. იცი რა მაინტერესებს? დიახ. ეს თამოყარე ბრენდები შეგინდა რომ აწერები ხოლმე რაღაცები დისკებს რა. და ამასაც ეცია. ვაიმე! აა საფერი არაცელი. მაგე სადარა წერია შეჭი. მაგე აკაცელი. ყველაფერი ტელემონაცემები, პირადი ნომერი რა ყველაფერი აწერია. ო, აკაცელი. DJ ციანი ეტეთერმეტი. დაჟე ნახე ცენტრები ხო სხვადასხვა აქ წინა უკანა ემს. მე მგონი უკანა სხვა ცენტრი უნდა გქონდეს. ახლა ჩადების დროს ნახე. 36. ვები სწორედ აქვს აკეთე. ოპა. Короче, хочешь ჩინელებს. Просто თუ ჩანს ეს წამებს და ცელკები ვითრო აქ. ეს არის სპეციალური დაფერო აქ რა. მართალია მოიშიკები, მაგრამ იწამებენ ამის დარეცხვაზე, მაგრამ არ ეცხო. ისაა ცნობილი. Babachki მინდოს ყველანი ზემოთი ნაურობის გარეშე უიღოთ შოუ. ემი შეშოშოვის ხოლმე. ემი ზოლები და ის გაბში. სკა. კერიალა, პრიალა. სექსუალური. ეგ რა არის? ხო, გამახსენდა. განახი რაც არის. კონტექსტი. მოიგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგელანდა ხიჩი? ძალიან საინტერესოა. ეს არის რაც მინდა რომ ყოფილიყო. რა. ხელში ძალიან კარგია. Просто ეს კნოპკა მექნება გადასაკეთებელი ან შესაძლებელი. შესაძლებელი. მაჩურო დაახინო? ო, ანუ ამას დააწვევი, ემიკი გააქტიურდება, მაგრამ მაგნიტოფონის კროკით რო ემს ააქტიურებ პარტიზაციას პროცესში. გინდა მაგნიტოფონი ჩავთო? ძალიან კაი. სხვადასხვა ამ რულზეც საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს, ანუ არ ვიცი რამდენად მომეწონება S-series კუზავში, ანუ F-series-ას ქართულად იგდეს ის ძალიან მომწონს, მაგრამ ეს 70 რამდენად მოუხდება, ჯერ წარმოდგენა არ. ყოველ შემთხვევაში ხელში სისქე საკმაოდ კარგი აქვს, ანუ ის არის, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო, ხელი არ არის, სათამაშო არ არის და ხელის დასადებები ძალიან კარგი. შიფტერები ძალიან საკმაოდ. ესეც როლერია, ზევით, კროკები გვაქვს. აი, ამის გადაკეთება მოგვიწევს. რა გინდა შეჩემ, რული და დისკები გაქვს და დაგაზე.
როგორ დისკები აქვს, შეიძლება დავუშვათ თამბოზე. ხო და ეს არის რა ქვია. ეს თან ცალკე არ იყიდება, არის შორება. სავარაუდოდ ამის დაშლა მომიწევს ამ კნოპკის ამოღება და არიან ტიპები, რომლებიც კნოპკას აკეთებენ რა, ასაც კიდე რა, ლაზერით. ვიცი. და მაგაც წაუღებ ამ მაგის ამოღება მარტივია, ვიცი იმას, მიქას ხო შეუცვალე მე. ემები. ხო. ეს როგორ ამოიღე? დაშალე ხო? ხო, აირბაგი ამოვიღე, გვერდზე 2 წელი ისა ვტიებ და ამოდის ეგრე. კი, მეც ეგრე ვიცი. და ამას ამოვიღებ და კაკას ამასთან მალე ვიზავ, სანამ მანქანა გამზადდება, რომ რომი მზადდება. ემი კონდეს აბა. აკა, ეს იცი რა არის? ხარების მაგივრასა და ომისაა თავი. მართლა? так, სარიელი პარტია ჩინური სუნავისით. Mainly you. Everything in this world seems to be full of God internet. გეიგებრა. ნამდვილი ჩინური სუნი გვაქვს. და მეორეც მაქვს ესეთი ვირამალეთი, რომელიც ასე არ ვიცი სუნის რადის. ეს უკვე ყუთი. ამას უკვე ფორმა აქვს. ეგ მისასხელიანი სუნი. ხო, სავარაუდოდ რაღაც ეგეთია. ყუთი. სალფეტკები შეჩევ. ჭირდება, ხო. რადი ჩინური სალფეტკები კი. ეს კაპოტის ემბლემაა. BMW ორიგინალი. შავი რატო არ გამოიწევს? შავი რატო არ გამოიწევს? ხო, წინა ემბლემა ძალიან გახუნებული გვაქვს ამ ახალი ემბლემა გაქვს კაპოტის. ამასაც გულთან ერთად ჩავდეთ, არ დავყარდო. კაი, ესენი მორჩა, ნაბუსის უზარმაზარი პარტი გვაქვს. ეხლა გადავდივართ შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. ესენი გახლავთ ეიბახის წინა ზამბარები სპეციალურად X5M-ისთვის შექმნილი 70-ისთვის. ეხლა ამჟამად მანქანაზე აყენია H&R-ები, H&R-ს როგორც ასეთი X5M-ისთვის, ანუ იმ დატვირთვისთვის, რა დატვირთვაც მაგზრავს წონას აქვს წინ და ასევე იმ ამორტიზატორებისთვის, რაც ემზე აყენია, H&R საერთოდ არ აქვს ეგეთი კიტი და აყენია ჩვეულებრივი X5-ის, შესაბამისად არ მომწონს მანქანა როგორც იქცევა, არ მომწონს როგორც დადის და ეგ მანქანა რო გავყიდე, ეყინა ესეთი შავი ლამაზი ეიბახები, რომელსაც ესე ეწერა იქაც შემთანაც და დამიბრუნდა H&R-ით, რომელიც ამ H&R-ს ამჟამად უკვე პატრონი ყავს, ახალ პატრონს მოლოცავ, ამ ვიდეოს როცა ნახავთ ეგ ზამბარები უკვე იქ აყენია სადაც უნდა ეყენოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში და ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მეაცი ნათელში. ჰა? მეაცი ნათელში ვიყავ. ამოდი ბიჭო. გასული გამოთხ. აკს. ცოცა კიდევ. ხო, აბა. ოპა ნაკისარიკა. კიდევ დაიწყეთ ხო დამპლიური თამაშები. ესე ჩემი ნანატრი ფარები. ხო, მაშინ 3M-ის რაღაცა რა თუ ვაგდია. ალბათ გამოვარდა. ან გავხრიტო ჩუშა და. საერთოდ გამოვარდა ესე. საერთოდ ხوارა ქთე. ფარი დამანახე წესუადეს. რა ფარი დაგანახო, შეჩემა ნაკლეიკა ჩამოყვაში. ადა. კოცო. მაგიურია. კრება წდება. გადასმორია ეს დედამო. არა, აგი პაუერტრიკში არ. აი მე გამოვიღოთ რა. აი მაგარი გავიხსნით ამის გამოყენებას. უგონ არ დაგოუწყე. მიოდინება ზედეს. ვიცი. მას ცოტა ვერ გვექნება კარგი, იმიტომ რომ ბარგალკაა ჩართული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სკამის სასაღებად მოვედით და ბარემ მაგას სლიკუშას ჩაუტანთ, იმიტომ რომ აი სრულიად გაუბედურებულია რა, აქ უკავავში აღარ უარდა. ეს ამასაც დარჩეულია და ტყავებით სიმენი აი მოკანცულია მაქსიმალურად რამდენად შეიძლება და ყოფილიყო და ეს არის რა ქვია. ყვითელი სკამი გვაქვს. ისეთი რომელსაც არაფერი არ ჭირს საერთოდ. ამას წავიღეთ, მიყვითელ სკამსაც წიწნიდან ჩამოვიტანთ და ნიგა გადაგვიწყობს, ტყავსაც რაც შესაძლებელი იქნება შეუცვლის ბარემ და ახალივით სავარძელი გვექნება. ანუ სალონიც თავიდან ბოლომდე დასრულებული გვექნება. ახალი აპლიკები გვაქვს, ახალი საჭე გვაქვს, ახალი სავარძელი გვექნება და მაგით დასრულდება სალონის რეკონსტრუქციას წესი და გარანტი. ანუ სალონი და გარედან მანქანა დასრულებული იქნება. ტექნიკურად ისედაც დასრულებულია. ერთადერთი ეს ბრუნვის გადატანა გადაჩენილი და მაგას უკვე ვიზუალურად მოვხდებით, მე ვიხედავ. ეს დავიწყეთ გამის მოხდა. ეგ კი არის, მაგრამ
დიკავ ის სურყოვი მისაჭერი როგორ მიზიზღება იმ აიბრაგების ხოს. Ona ilgili მომახსენე და რაც გინდა. მოგეთ ესე იგი საჭე მოვიტანე ახლა HR კონცეფტი. ესეთი კომპანია რომელიც კომპანია რა ახალგაზრდა ადამიანია რომელიც ბევრ შრომას და კარგ რაღაცებს აკეთებს. მათ შორის აკოპრენტიც აქვს. და პლუს აღდგენა ამ თუ იმ დეტალის ახლა ჩემი გაცვეთილი არ არის, თუმცა მინდა რომ ემის ადგილზე ემის კნოპკა მქონდეს და არა მაგნიტოფონის. შესაბამისად კნოპკას მოვხსნი ახლა დავტოვებ და ნახოთ როგორ იქნება გაკეთებული. მე გავაწყობ, საჭეს დავაყენებ და იმედი მაქვს მანქანა ოდესმე დამთავრდება და მანქანაზე დავაყენებ. ზოგს მეგონი არაფერი ეს აი ეს არის ცოტა. ხო. ეს ჯომი იქნება ანუ. ეს შევცვალოთ? არა, ცოტა. შევღებოთ? მე. ოკეი. ამაზე შეიცვლება. ხო. ეს ის დაფეულიჯას. ეს შეიცვლება. ალბათ ეს. ეს უასაც ჭირს მაშინ ესეც. ხო. შევხედავ. ახალი გოგები ჩაულო. ახალი და გადაეწყო ჩვენი მეორე ახალი. და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე ცოტა ესეც. ხო, ცოტა მივარესტავ. ამაზე ეს უნდა შევცვალოთ. ეს არა? მონაფერი ჭირს ესეთი. ოკეი. ამას აიქრა ჭირს ეს. გარღვეულია. ოკეი. დილა. რომელი ჯობია? შევცვალოთ? თქვენი ვერსია რო გითხრათ. ანუ ეს არის გახეული. ეს და ესეც და ესეც თუ ეს გახეული შევცვალოთ და ეს ეს ზანა უკვე და ხო, ამას მეგონი არაფერი აღარ უშვილის. ზანა არ უშვილის შეიძლება. ნუ ეს აქ თითქოს ის არის შეიკერება ეს ალბათ. მაინც უნდა მოილღვეს სულიანად ამის გულისთვის და ბაგრევის გამო. ხო და მაშინ კაკრას ანუ ზედა თუ ცოცხალია დატოვე. დრო დაუშვით უფრო კარგად გამოჩნდება. ხო რა. შეიძლება. უფრო გამოჩნდება რა მგონი. ბროცინა შეცვლას შეიძლება. ამის შეცვლას ხო? უბრალოდ რატო ვიფიქრე, იცით რომ ანუ ეს რამდენად მსგავსი შეიძლება ახლა. მსგავსი იქნება, მაგრამ ეს რო შეიცვალოს, ამასთან ახალგაზრდას იქნება ხო. კონტრასტი იქნება. კი ბატონო. დანარჩენია პატარა ნაწილი. კონტრასტი, ვიდრე ამხელა. ხო, ეგეც არის, კი ბატონო. და ეს არის. მიკა, აი ამას რამე შეძლებ უშურო. შეუშინდა უკუღმართა ეს ჩასული. ეს ვიცი შეიძლება. იცოდინება, მაგრამ აქედან დაკაჩე პოსტა ეს ხელი მოკაჩე. არა, ხო. არა, просто მოკაჩე. არა. ჩაწევებული ჩაწევებული არ იქნება. არა და ეგრე იხსნა. ვიცი ხო მანუალში რო უწერი ხო, მანუალში უწერია რომ და გამოკეჩო და დაარტყა. მოდი მე როგორ წესი ისინი მივადგები და არც თავს გავაფუჭებ და არც. აი, всё, მაშინ ეგ არის რა. დავიტოვეთ პაციენტები, ვიცი რომ დროზე ტვინბულვარ ყურს ხო. მაგრამ იქითა კვირის ბოლოს იქნება და ახლა მანქანა შეღება. აქტივია, მაგრამ გამოგინარე რა შეიძლება, მაგრამ ანუ ამ კვირაში მინდა რომ გავაკეთო. შეიძლება კაცი არა რომ ადგილი არ გაქვს. საკუთრებს გისურვებთ. კარგად ზამდებოდეთ, ჩვენ დავბრუნდებით. ესე იგი, როგორც იქნება პროგრესი მიდის, პროგრესი წავიდა და ცხვირი რაღაცას ემგვანება ნელ-ნელა. ანუ ავტომობილს ემგვანება ნელ-ნელა. აქედანაც კრილო თავის ადგილზე რო დგას და რაღაცა დაგრუნტულის ეფექტი უკვე თავის საქმეს აკეთებს რა. და სხვათა შორის მოჯღანული აღარ დგას. არა. ანუ ესე ვიყო ხოლმე, ესე ვიყო ხოლმე ეგრე აღარ არის რა. ერთადერთი ეხა ზაზორებზე რაც დარჩა ბაგაჟნიკია დასაზაზორებელი და всё, მეტი ზაზორების მხარეს დავამთავრეთ. ბამპერები მზად არის შესაღებად. კანტი მოვიტანე, კარის. მეოდი კანტს მოვიტან. ეხლა და დღეს ამით დავასრულეთ აქ მოღვაწეობა გავაგზავნებთ მე ეხლა მივდივარ არ ვიცი ეს ვიდეო ჯერ იქნება თუ მე იქნება თუ როგორ იქნება მაგრამ
ის. ხო, ეს მე იქნება. ხო, ანუ ეს რა ქვია, Discovery უკვე ნანახი გაქვთ, გამზადებულია და დგას გასაყიდად, თუ აქამდე არ გაყიდულა, შეგიძლიათ MyAuto-ს მოძებნოთ და ასევე Lion-ის ტერმინალზე ჩახვიდეთ და შეიძინოთ, თუ აქამდე გაყიდული არ არის. მე არ ვარ პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ეს ვიდეო როდის დაიდება, წარმოადგენა არ მაქვს. აი, არ ვიცი. ალბათ აქედან ეხა გადაღებიდან ერთ-ორ თვეში ვიდეო იქნება. დისკები სადა? დისკები იმაშია, რა ქვია. ხო, დისკები, ანუ ყველაფერი ჩამოსულია, გადაღებულიც. ანუ ეხლა წესით უკვე კადრში უნდა იჯდეს, დისკები და ყველაფერი უკვე ნაჩვენები უნდა გქონდეს რა. ხო და, კაი, წავედ კანტი მოვიტანო შენი მანქანიდან. აუ, ამ კანტის მოხსნაზე ვიწვალე. ბიჭო, რო არ გატე, ანუ იმით რეზაკით ვჭერი რა. მაგრად იჯდა, არ ვიცი როგორ ქონდა დასმული, ვინ დასვა, მაგრამ მაგრად იჯდა იმ. რა? არა, ნახე, ესენი ნაპრავლეუშები, ანუ მიმართველებია, ეს ოღონდ შპილკა არ არის რა, ხო? და ორმაგზეზის, ანუ ხარხმოაძის ესე. და არ ვიცი მოხსნილი იყო თუ არა, იმიტომ რომ ეს არის, რა ქვია, გადაკრულია რა, ეს მანქანა, რომლიდანაც ეს კანტი წამოვიღე, ეს არის პლიონკა წესით. ხო, პლიონკა. ხო და ეს არის, რა ქვია, ზედვი აქვს გადაკრული თუ მოხსნილი იყო თუ რა მოხდა, არ ვიცი აქ როგორ აქვს გაკეთებული. ეს ისევ იმ მანქანიდან არის კრილოს კანტი, რომლისაც იყო. პლიონკა აკრია ამასაც. იგივეა რა. რაღაცნაირი ეს არის. კაი, всё, გათიშე, წავედით, დაკათეთ. საღამოშვიდობით შე როგორ ხარ? ნართულად კამერით როგორც ყოველთვის. ესე იგი, ჩემდა გასაოცრად გავიდა 2 დღე. ხო და წერა ნიკა წერს რომ ესა რა ქვია, ბარემ ხო არ წაიღებდიო რა. ხო და მე შემიძლია თქვა რომ წავიღებდი. ბიჭო რა კაია აი ეს რა, ანუ ფერში რო იდეალურად არ ემთხვევა, მაგას ავიტანთ. გადაპრიალებული. ხო, საერთო ჯამში ხმარებაში რაღაცა ცოტა იმას იზობს რა. ერთიან ეფექტს მიიღებს რა. ის სად გადავრჩით ის გვანახე აბა ერთი ბარემ. თუ გადაყარე. ჯერ არა. ბეწერი ვარ გადარჩენილი დაწვას. ეს სავარაუდოდ ჩემამდე, ანუ აი ჩემს მერე შუა პერიოდშია მომხდარი, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია. ეს რა, კაცო, დინამიკებია თუ ვენტილატორებია? ვენტილატორებია, გამოშტელი. კაგრას აქ სადაც ის ტყავი უწევს, ვაფშე არ უბერავს არაფერი ისედაც. მაგრამ ანუ ამის აქეთ უწევს და ეს მონაკვეთი არის რეალურად. ხო, და აქ არაფერი არ უბერავს ისედაც. ჩაწეული რო არის ერთი სამაგრი აქ, აი რატო არ ვიცი. რის სამაგრი აქ? ყავის სამაგრი არის მაგ. და იჭერს ალბათ იმას, რომ ეს იდენია მარიმას ქნას რა, ხო. მაგარი გადარჩენილია დაწვას სხვათა შორის, მაგარითან. იდენია არამედ მანქანა. ხო, მანქანაა გადარჩენილი დაწვას და ამ მდგომარეობაში იყო გაუბედურებული. საერთოდ არ მიკვირს, რომ დედა არ ყავდა და ესა რა ქვია, უცნაურად გამოიყურებოდა. ახალი ის მუშაობს, ხო, ჩვეულებრივ, ანუ. ახალი მუშაობს, უბრალოდ შტეკერი იქნება სავარაუდოდ გადასაკეთებელი. სხვანაირია აქ. სენსას ქონდა 3 წვერი, უბრალოდ რაც დავაყენი იმას აქვს 3 წვერი. აქეთა და აქეთ ცალ-ცალკე ქონდა. ხო, ჩემსას. ანუ ეს შტეკერები იგივენაირად აქვს. ოკეი. ეხლა რაც დავაყენე, უბრალოდ აქედან რაც გადის, ხო. ის არ ვიცი მარჯვენა როლენის მარჯვენა სკამი რადგან არის? ან არის მაგიტო თუ არა ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამას ქონდა 4 თუ 5 წვერი, იმას 3 წვერი აქვს რაც დავაყენეთ. ანუ ეს გუბკა თვითონ რაც დავაყენეთ, იმას აქვს უფრო ნაკლები წვერი, ვიდრე ჩემსას ქონდა. ხო, სწორედ მივხვდი. მაგას მოუწია, ანუ ფაქტურად ჩემისგან ბოლომდე დაიშალა. ხო. აი ამ დონემდე დაიშალა. კი, ეჭვიც არ მეპარება. და ოპოგრებებს რო ემუშავა, მაქედან გამომდინარე, ააწყვე. გადავაწყე თავიდან ვობთ. საღოლმით ქონს შემოძმო. და ეს არა ქვია, მინდა გითხრა რომ აი დაჟე ვიზუალურადაც ეთყობა რომ სხვა სკამთან გვაქვს საქმე რა. იმენა დედა არ ყავდა იმას ისეთ მდგომარეობაში. ანუ შინითაც რომ იჯექი გზნობდი რომ რაღაცა ნიტო იყო რა. ვიждები ჩაოლევრეთ. ნორმალურ სკამში ვიждები ყველანაირი. ეს წინაზე ალბათ გვერდ. ხო, კი, ცოტა ზანოსშიც ვიჯექი. და თან რაც გავხდი, ამასაც ნაკლებად გავაფუჭებ დაждომა გადმოსვლისას და შედარებით დიდხანს გამიძლებს. მოკლედ ეს არის ჩვენი სკამი. ჩავლაგდი ახლა წავედი. და დანარჩენს გავაგრძელებთ. ზვაკაც მოტორში აბოვედით რა, პაიარნიკი აქაც აქვს და. ხო, სიდენის კლების პრობლემით ვართ მოსულები, ესე იგი და არა მოდი ახლა ამას უცბად გადავაპაიკებ, გავაკეთებ, რომ ნახე ახლა პრობლემა რაში გვაქვს რა. აქ ერთება 5 წვერიანი, ანუ ეს და ახალ იმას რა ქვია, აქვს 3 წვერი რა, ახალ გამათბობელს. შესაბამისად, მე ესე ტუპა ფერზე უნდა გადავაერთო და 2 კაბელი რჩება ჰაერში.
ამუზრაეთ რისია. იმედია იმუშავებს. ჩემი საამაყო ნამუშევარია თქო მოგატყუებ. უკეთესებიც გამიკეთები. ახ ჩოპშე ჩემა რა თქმა. ძალიან მახარია. კაი, всё, წავედით, ერთს გამიდავაყენოთ მანქანაში. დაკეთეთ. გადაშკურკულ, გადაგრუნტულ გამზადებული უკვე კაია. უკენა როგორ ბოროტად გამოიყურება, წამოგადაუღებ აბა. ესე გამოიყურება დღეს ჩვენი მანქანა და ხვალზე უკვე შეღება უწევს წესით და კანონით. ნელ-ნელა მე მგონი დამკაში გავდივართ. ის რაღაცა მე მგონი უკანაა ბაბა. კაი, მასა ეს შეიძლება უკანაც იყოს. არ არის გამორიცხული. აი სადედი მოხსენ ჩვენ ვიცი ის. წინიდან რა ადგილას. აგი, არა მგონი. კაი, ეს დაპოცი მაქარი. ალბათ აქ უნდა იყოს ეს. ეს თეორიაში ესე. ეს არის ეს. სუდანგრეული აქ მთელი კბილები. ეს ალბათ ესეა. ვაუ, აქ მეტი არაფერი გადავდა წელს. ეს თუ ისე ეს რატოა თავისუფალი ცხოვრებით. საკარი. ეგარი. ვა. ვაიმე. დაჯიგად. ადამიანური სკამი, პაპო. ამასაც გავაკეთებ მე კბილანა მაქვს ამისიც. ესეც გაფუჭებული აქ. კბილანა უნდა და მაგასაც შეუცვლები. მაგრამ ბიჭო, არა რა შედარება, სკამში ვზივარ და აუ რა კარგია. კაი, წავედით. სალამ. რაღაცა შავად გამოიყურება, ხო? როგორ ახარ? ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი შაღებულს. და ყველა ძალიან წინა მხარე მაინტერესებს. ოპა. ბიჭო, მე მგონი შავია. მანქანა. აქ ეხა ბევრი არაფერი არ ჩანს, მაგრამ წესით პალიროკაში ძალიან კაი უნდა გამოვიდეს. ხო, ცოტა სადღაცას ეხა პაჭოკიც ექნება, ის ექნება, მტვერიც აქვს ოხრად, მაგრამ საერთო ჯამში რაღაცა უნდა გამოვიდეს ესეთი. საღამოშიდებს. კი ბატონო. ესე იგი. კარგად, თავად როგორ გიკითხო? მოვაკითხე ჩვენი საჭის ემის კნოპკას, რომელმაც ძალიან გვაწვალა, მაგრამ გამოიყურება ესე, რომელიც მე ძალიან მომწონს. ვისაც არ მოსწონს, იმან იბერდოს. არა, მართლა მომწონს. ეს შავი ისინი არ გამოჩნდება, ხო? არ გამოჩნდება ექსპეციალურად ამბიშტე, მაგრამ ზუსტად გამიტყა იქ რა. ოკეი. ბიჭო, რა მე ძალიან მომწონს. არა, უკეთესი უნდა იყოს. შეიძლება უკეთესი უნდა იყოს. ბიჭო, ძალიან კაი. ძალიან მაგაზია იათი თავით უკეთეს შემიძლია რომ გავაკეთოს პლასმასი ჯერა რაღაცა რა ისეთი რომელიც არათავსებადია ამაზერის ხილთან წარტის კნოპკაც ამფერი აქვს და ძალიან კარგად გაჩნდება კომპიუტერი გადავალებ სამუშაო პროცესს თვალს ეს ისა კარბონი დადიპულია ხო ინოთი არის ახლა როგორი კარბონია თო მე ძალიან მომწონს ზოგადად ამ ბიჭის ნამუშევრები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ესე უდგება რა საქმეს. მე რომ მიყვარს ისე უდგება საქმეს. და ძალიან ისეა გაკეთებული ყველაფერი. ამას ხო ადამიანები ჩაწყრიული, ჩაციკციკებული. ეს ჩვენი წითელი კაპკა.
აი, მოკლედ ახლა ავაწყობ საჭეს და ნახოთ უკვე საჭეზე როგორი გამოვა. დაწყობ მდგომარეობით ყოფილი ვარ ხო? შენ კი არ ხარ ახლა ყოფილი, მა? ხო, მე არ ვარ ახლა ყოფილი, იმიტომ აი ეს პატარ-პატარა ისინი არ უნდა ქონდეს მოხდები რა. უნდა იყოს სუბთა კრისტალური. მაგას ლუპით არავინ არ დაუწყებს დევნას როგორია. მე მომწონს. ანუ ძღოლს მოწონს. ხო, რავი რა. აი მე შეიძლება რომ ვიცი რომ უკეთესი შეიძლება, მაგრამ იმ ჭამს თავი. ეგ უკვე ნახე, ხანდახან ზედმეტი პერფექციონიზმი ცოტა დამოუკველიც არის. ანუ შემაწუხებელი არის, კი ხანდახან მაწუხებს, მაგრამ ძირითადად მაგაზე ისეთი გამომდის ხოლმე რომ ეგ შეიძლება ვაკაწყლებ მაგასა. მე მიბურღავენ ტვინს ძირითადად მაგაზე რომ ეს რა ქვია, თუ შეიძლება ნაკლები ტვინი ბურღევა, ამიტომ ხანდახან ვითვალისწინებ ხოლმე მაგასაც რომ თან არ გადავყვე ზედმეტად რაღაცეებს. ჰიბრიდის კაპოტი ვიყიდე. მართალია ჯერ ფული არ მიმიცია, მაგრამ უშოვი და მივიცემ, იმიტომ რომ ძალიან მინდა და ჰიბრიდის კაპოტი და ვერ შოულობდი, კარგა ხანი ვეძებე. და შემდეგ გასაოცრად გუშინ თენგიზამ სადღაცა სკროლისას გააძრო და ეგრევე კაპოტს დავეცით. ხო რა, ანუ ძალიან იშვიათია, არის შოვება. ხო, X6 ჰიბრიდს მოყვებოდა, X6 ჰიბრიდი კიდე ცოტა სანთლით არის აძებნი. დასაშლელი ხო მით უმეტეს და ძალიან მიხარია, რომ X6 ჰიბრიდი გამოუშვეს. კაი, წავედით. საით? ბაზაში. ხო. გადავიყვანოთ ეს მანქანა, შევაგდოთ ბოქსში და ნელ-ნელა დავიწყოთ ფუსფუსი სალონში, რაც გვაქვს გასაკეთებელი ჩვენის გავუკეთოთ და დანარჩენს დიტეილინგს თვითონ მიხედავენ უკვე რა და მანამდე ნაწილებიც გამზადდება დანარჩენი ყველაფერი, კაპოტს ხვალე მოვიტანთ და ეგ არის რა. ეს არის კაპოტი? ძალიან. კაპოტი არის დღეს ხო არ ამოვიტანოთ. დღეს უპიზდეცი. სალონს. სადღაც აუ სალარდუში გავჩიტე რაღაცა და შევთხოვეთ Facebook-ზე გააძრო შეჭები. ანუ ჰიბრიდის კაპოტს დავდებ 3 წელია და დაკომენტარებულიც კი არავის არ ქონდა. ხო, არც გახსნეს, რა ცისფერი დაინახეს და იქნეს. просто ერთი პრობლემაა. კაპოტი ცისფერია. ცისფერია კაპოტი. შიგნიდან დასხვრელი იქნება. იოსტო, შიგნიდან შენ გაგახარა გვერდვა რა. ნეტა ყველა ეგრე იყო საქმის კეთებაზე. მაგრამ ბრუტალური ცი. რაო, კაპოტია ოღიო? ხო, შეჭება კაპოტია ოღიო წეს. დააფარე მე რეცესი. დავაფარებ. დააფარე. კაი რამის დააფარე. აუ, რა ხდება მანქანაში ჩემი? კაი არაფერი. არა, კაი ყველაფერი, მაგრამ თან კაი არაფერი. კაი არაფერი. ჩამომსხენით. ესე იგი, ბაზა დიტეილინგში გადმოვიყვანეთ ავტომობილი და ეხლა ხო ხედავთ როგორ შემოვიდა, ანუ შავია, ახალი შეღებილი. აქედან წესი და კანონით უნდა გავიდეს საერთოდ სხვანაირი, საერთოდ სახეცვლილი უნდა გავიდეს და თან ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთ სახეცვლილი იქნება, როგორც მე მინდა რა. ანუ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს მანქანა გამოსულიყო ისეთი, როგორც მინდოდა რომ გამოსულიყო და იმედია საბოლოო ჯამში იმ ეფექტს მივიღებთ, რა ეფექტიც გვინდა რომ მივიღოთ. ესე იგი, ეხლა პირველ რიგში სალონში ჩვენი რაც გვაქვს გასაკეთებელი. ეს თენგოა. მოკლედ ეხლა ჩვენი გასაკეთებელი რაც არის ამ მანქანაზე სალონში რაღაც დეტალებს გამოცვლით, რაც მინდოდა რომ გამომეცვალა და როგორც მინდოდა ისეთი მქონოდა და მერე უკვე დანარჩენს ბიჭები დაიწყებენ ჯერ დიტეილინგით, მერე შუშებზე გააკრავენ დაბურვას, როგორც უნდა კონდეს, იმიტომ რომ უკანა შუშა ეს მანქანა რო გავყიდე, მაშინ დაამტრიეს თუ რაღაცა უკნეს უკანა მხარეს და შუშა გამჭვირვალე უყენია, წინა შუშებზეც, წინა გვერდითებზეც ჭირდება გადაკრა და მერე უკვე გარედან გადაეკრება მთლიან ავტომობილს. ამასობაში აქვე მეგულება ვულკანიზაცია რა. სავარაუდოდ ერთ-ერთ პროცესში გადავაკატავებ, დისკებს მოხსნი, ახალ დისკებს დავაყენებ და უკან გადმოვაკატავებ. გეგმა ჯერჯერობით ეგეთია. ნახოთ, მოკლედ, დავიწყეთ ახლა ჩვენით რაც უნდა გავაკეთოთ და დანარჩენს მერე გაგრძელდება ამ ვიდეოში დანარჩენი რა გამოგვივა.
კაპოტი. ახალი შეღებილი კაპოტი. და რატო მოვიტანე? სხვა კაპოტი უნდა გავცვალო შესაღებში. შეღებილი კაპოტი მოვიტანე შესაღებში გასაცვლელად. ნორმალური ვარ? არა. დავსახურია ეს ჩემი. ამიერიდან ქუჩაში ესე უნდა ვიარო ხოლმე, აქ სამაგს გავუკეთებ, დავიფარებ და ეგ არის. არის გადაიხადე ამ ხელმასთან. რატო ერთ ხუდის მეორე. ის სუდი ქუდი იყოს, თავს ვერ ვდებდი კარგად და ეს ქუდი მომწონს. კაკას თავისის რა. კი. გაიხარე. Короче, ეს და ის დამრჩა. 12 ვოლტი დამრჩა მარტო რა. ბოლო მოდია, რომელიც მაგ მანქანაზე მინდა. მე მგონია რომ იდეალურად. შემე მანქანა ხო არ გონივა რომ მიყევ? ესე იგი, დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. ცოტა აბდაუბდა კადრები იყო. ცოტა ცერად გადაღებულები და რაღაცეები, სამწუხაროდ თენგოს რაღაც პრობლემები ჰქონდა და მაგ პერიოდში ვერ იყო ჩვენთან ერთად გადასაღებად, შესაბამისად საკუთარი ძალებით ვიღებდით რაღაცეებს. ნაწილზე თენგოს იყო იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად ვიდეოს ნაწილი ნორმალური კადრები იყო, ვიდეოს ნაწილი რაღაც აბდაუბდა, თუმცა საერთო ჯამში წესით საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ წუთასაც ეხლა როცა ამას წერ, ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული ავტომობილის დამთავრების ვიდეო აუცილებლად დაიდება, ანუ სრულფასოვანი როგორი გამოვიდა, მე ძალიან მინდა ვნახო და თქვენც აუცილებლად გაჩვენებთ. დღეისთვის ამით დავასრულოთ და შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეოს დაელოდეთ. აქვე დაგასპოილერებთ, რომ კიდევ ერთხელ ჩინეთში გადავიჭრებით და რას დაგვიბრუნებს ჩინეთი, რას გვეტყვის, ეგ უკვე ცოტა ხანში გამოჩნდება.